მოგესალმებით ჩემო კარგებო, გუშინ ჩემს თორში ნახავდით, რომ ვიყავით მე და ჩემი დაიკო ოქროს ბირჟაზე და შეგპირდით, რომ ბევრ ვიდეოებს გადავიღებდით და შემდეგ ერთიან ვიდეოს გავაკეთებდით და ესეც დაპირებული ვიდეო. ჩვენ თვითონ მე და ჩემ დას გვინდოდა ტროსები, ჩემ დაიკოს მრგვალი ტროსი ეგრეთ წოდებული და მე კიდე ბრტყელი უფრო გრძელი და ფასებს რაც შეეხება ოქროს ფასებს არის ძალიან მომატებული. ეს უკვე გეცოდინება თუ ჩემოთაც და ფასები იყო ესეთი 209, 210, 213, 215 გრამ ოქროზე მაქვს საუბარი ლარში, თუმცა იყო ადგილები, სადაც მაგალითად 200 ლარშიც გვითხრეს, რომ მოგცემდნენ ამა თუ იმ ნაკეთობას ეს ბეჭედი იყო თუ თუნდაც საყურე. თუმცა ანუ ბევრგან უნდა გევლოთ. ჩვენ ვიყავით თბილისის ცენტრალის დაბლა, რომ არის გახსნილი, ძველ ოქროს ბირჟას ეძახიან ახლა, იმიტომ რომ მარცხნივ დაუმატებიათ ასევე ოქროს ბირჟა, მაღაზიები, რომელსაც ახლა ეძახიან ახალ ოქროს ბირჟას. შეძლებს და გვარად ბევრი ვიარეთ, შემდეგ უკვე ბევრი რაღაცებიც მოვიზომე, ესე ვთქვათ, რომ მეჩვენებინა თქვენთვის, ბევრმა მომწერა, რომ ელოდებოდა ამ ვიდეოს და რაც იმედი მაქვს, რომ შეძლებს და გვარად ნორმალურად გადავიღეთ. რაც შეეხება მაგალითად ნაკეთობებს, ასევე რაც მაინტერესებდა ძალიან, საკმაოდ ისეთ თანამედროვე ლამაზი რაღაცებია, თუმცა ერთი რაც ძალიან მომხვდა, ესე ვთქვათ, თვალში ყურში, ეს არის, რომ ყველაფერი რაც არის 14K-ზე ზემოთ, ანუ 585 სინჯზე ზემოთ, ეს არის 750 სინჯი, ანუ 18K ევროპაში, რო არის და ამერიკაში და კანადაში ხო, 18K არის უკვე დოლარში, ანუ მისი შეძენა ხდება დოლარში, რაც მგონია რომ არ არის სწორი, რა ვიცი, როცა ვართ საქართველოში და ჩვენი ვალუტა არის ლარი და ყიდვა-გაყიდვა უნდა ხდებოდეს ლარში, როგორც სახლებია რატომღაც, ანუ მოკლედ ოქროც არის დოლარში, ყველაფერი ძვირადღირებული, რაც იყო შედარებით, უკვე 14K-ს რო ცდებოდა სინჯი ოქროსი, 750K-ზე იყო დოლარში და საკმაოდ ძვირი ფასები იყო, მინდა გითხრათ. რომ შევატარო, თქვათ, ეხა კანადაში როგორი ოქროც არის ნაკეთობები და თქვათ ფასებსაც რაღაც კუთხით რომ შევეხოთ, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ განსხვავდება, იქ კანადაში არის უფრო ისეთი სადა ნაკეთობები, უმეტესად არის თეთრი ოქრო როგორც იცით და რატომღაც არის უმეტესი ნაკეთობები, ბრილიანტი არის უმაღლესი ხარისხის, მაგრამ ნაკეთობები არის 10K-ში, რომელიც არის 585-ზე დაბლა და არ არის კარგი ხარისხის ოქრო, თუმცა რატომღაც უმეტესობა აქვთ ეგრე 10K-ში და იშვიათად და უფრო ძვირია 14K, როდესაც არის 18-ზე აღარ ვამბობ 750 სინჯზე, შედარებით ძვირია უკვე 14K-ში თუ ყიდულობთ რამეს. რაც ძალიან კარგია იქ მაგალითად